55-ის პოზიციაში იყო ადამი მოცემული. თვითონ ღმერთის სახელი მე ძველ წყობებში გავიგნებით იყო იოთქე-ვაოხე, ანუ იეჰოვა, რომელიც 26 იყო პოზიციაში. წესით ღმერთი და ევას პოზიციის უნდა მოცემული იყოს ადამის პოზიცია. ევას პოზიცია გამომდინარე და ძველი არა ყველა ძველი კეთვით. არ დაგავიწყეთ რომ აბრაამი იყო ქალდეველი და ებრაული პოზიციიდან გამომდინარე არის ჰევა. ანუ ჰევა-ოჰე ესე იწერება და 16-ის პოზიცია, 16-ის ნგრევის პოზიცია. ესეც მოხდა ხო ბიბლიაში რომ ევა მაცვია ადამი, ეშმაკის მეშვეობით, ასე რომ ვთქვა, საცოდავი ეშმაკი და შემდეგ ორივე გამოგვაძევეს სამოქი. სიამოვნებაში ამის აბსოლუტურად სხვა პოზიცია. არ გამოდის არაფერი 26 და 16 არ გვაძლევს ადამიანს. ასე შემთხვევაში და ვერც მოგვიწევს. რატომ? იმიტომ რომ ქალდეულ პოზიციაში ჰევა არ იყო, ხევა. და მისი ციფრი იყო 19. 26 და 19 გვაძლევდა 25. ადამიანს. და ყველა ვარიანტში გვაძლევდა 45 და იქ ეს იყო ადამი. საინტერესოა რა 19, რატო 19 და არა რატომ ნგრევა ზედა არა ნგრევა. იმიტომ რომ 19 იყო პოზიცია მზის. გავიხსენოთ აბა ქართულში როგორ არის მზე დედა ჩემი. თორე მამიჩი. დანარჩენ ყველა პოზიციაში მზე მამა და იმიტომ რომ ჩვენთან შემოვჩენს უბრალოდ. გავიხსენოთ ყველა ეს პერიოდი, სანამ მზე მამა ხდება. შუმერებში, ქალდეულში, ძველ არამეულში, ეგვიპტეში, ზედაა. ყველგან ეს პოზიცია თამაშობს უძველეს პერიოდში, 3000 წლამდე პერიოდში შეწყვეტა. შემდეგ მოდის, სადღაც ბოლო ათეულური იყო, რომ მზე მამა გახდა დასავლურ კულტურაში. თორე, ძირითადად მზედია. ეს პოზიცია ძალიან კარგად შემოიტოვა ჩვენთან. გადავედით ხუთიანზე, ხო, ისევე მე ვიძახი კვინტესენციაზე, ანუ მეორე წესზე. სამყაროს საწყისი ეს არის, რასაც მეორენაირად ფილოსოფიის მენტალური სივრცე, რასაც მეორენაირად ძველ დროში ტრანსცენდენტალური სიყვარული. ტრანსცენდენტალური სიყვარული საწყისია ყველაფრის, ეს ქმნის სამყაროს. ესე თვითონ ისე. მეორე ეტაპზე შევიდეთ, ხო? იმისათვის რომ სიცოცხლე შექმნა, ამისათვის საჭიროა საშუალება იმის რომ ეს სიცოცხლე შექმნა, ანუ კვინტესენცია ამ შემთხვევაში. სული შთაბება ღმერთმა, ასე რომ კვინტესენციის ციფრი არის მეორე ხუთიანი გითხარით. ორ პოზიციაში ძირითადში ჩნდებოდა ამ სამყაროში, როგორც ეს იყო პენტაგრამის პრინციპი, 25 და 23 მისი საწინააღმდეგო და ამოტრიალებული პენტაგრამას ასაკში. ნებისმიერ პენტაგრამის ცენტრში ჩნდება ამოტრიალებული პენტაგრამა, რაც თითქმის იგივე პოზიციაა, უფრო კარგად მოცემული, რაც დაუისრული იანი და იანის პოზიცია. უფრო უკეთესად და რატო? იმიტომ რომ როდესაც მძლავრობს დადებითი, მაშინ ის მცირეა, მაგრამ მაინც არის არქარებას. და როდესაც ამოატრიალებს მძლავრობს პასიური პოზიცია, მაშინ ის აქტიური პოზიცია მცირეა, მაგრამ მაინც არქარება. ისე რომ აბსოლუტური მოროდება და აბსოლუტური სიკეთე არ არის. აი ამას. ეხლა ასწავლეთ. რა არის ეს მეორე? მენტალური, ისა ასტრალური ვერი, ეგრეთ წოდებული ასტრალური ვერი, რომელიც ძალიან შეიძლება. ესაც გარკვეული ველია, რომელიც ქმნის გარკვეულ ენერგიას. ენერგია ისე არის, ვერ გავიგეთ, ვერ ხარით რა. ხო. ველი ისე არის, ისა ველი თავისთავად არ არსებობს, ხო ენერგია იქნება, ხო იქ რა. აქაც ბინარის პოზიცია მოცემული, როგორც ხედავთ, 4 პოზიციის განხილვა შეიძლება, მაგრამ 2 ძირეული პოზიცია. ეს არის 3 და 2 პოზიცია. ეს არის ელექტრომაგნიტური მეორე პოზიცია. ჩვენ დღეს ყველამ კარგად ვიცით, რომ სიცოცხლე მთლიანად ელექტრომაგნიტური ველზეა აწყობილი, ადამიანის ელექტრომაგნიტური ველზეა აწყობილი. ისე რომ ასტროლოგებს კარგი შესაბამისობა ამ სამყაროში კარგი შესაბამისობა თანამედროვე მეცნიერებაში აქვს ელექტრომაგნიტური ველი. როგორ იქნება ელექტრომაგნიტური ველი? აბა იმ ტორსიული მოძრაობის გარეშე, ანუ წრიული მოძრაობის გარეშე წარმოიდგინეთ